მედიის სამყაროში პირდაპირ ტელევიზია ერთ-ერთი ყველაზე საშიში მაუწყებლობის სახეობაა. აქ არ არსებობს სცენარი, რომელსაც შეიძლება შეცვლა, არც სცენებია, რომლებსაც შეიძლება განმეორება და როცა ეს ხდება, ყველაფერი მაშინვე ჩანს თელ მსოფლიოში. არც ბუნებრივი კატასტროფები, არც პირდაპირ ეთერში მომხდარი შემთხვევები და არც იდუმალი მოვლენები, რომლებიც ვერ აუხსნიათ ექსპერტებსაც კი. პირდაპირმა ეთერმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ ჯერ რეალობა უფრო შემაძრწუნებელია, ვიდრე სცენარიანი ფილმები. დღევანდელ საღამოს დაუბრუნდებით ყველაზე შემზარავ, ყველაზე მოულოდნელ და ყველაზე იდუმალ მომენტებს, რომლებიც მთელმა მსოფლიომ პირდაპირ ეთერში იხილა. ეს სცენები მაყურებელს თმებს კალკზე აყენებდა, მაგრამ სანამ დავიწყებთ, არ დაგავიწყეთ, მოიცანოთ და გამოიწეროთ ჩვენი არხი. ეს დიდი დახმარებაა ჩვენი კონტენტის მეგობრებისთვის. კრეატორო, დიდი მადლობა და ახლა დავიწყოთ. მაიკლ ჯექსონის სავარაუდო გადაცმულობა 2018 წელს ემის დაჯილდოების ცერემონიაზე უცნაურმა პერსონაჟმა ყველას ყურადღება მიიპყრო. ტედი პერკინსი, ფერმკთალი მამაკაცი, რომელიც თითქოს ცვილისგან იყო გაკეთებული, პირველად გამოჩნდა სერიალში ატლანტა, სადაც მას დონალდ გლოვერი ასრულებდა. ბევრს ეგონა, რომ გლოვერი იყო კოსტიუმის შიგნითაც, მაგრამ ყველას დიდი გაოცება მოჰყვა, როცა დონალდი კულისებში ნახეს. ამ დროს ტედი პერკინსი ისევ აუდიტორიაში იყო. მისი მსახიობ კოლეგებიც კი ამბობდნენ, რომ არ ჰქონდათ წარმოდგენა, ვინ იყო ნიღბის უკან. აქედან დაიწყო თეორიები და ყველაზე პოპულარული იყო ის, რომ თითქოს ეს მაიკლ ჯექსონი იყო. ფანების თქმით, პოპ აიკონი ჯერ კიდევ ცოცხალია და ემის დაჯილდოებაზე ახალი სახით გამოჩნდა. როდესაც გადაცემა მიმდინარეობდა, ათასობით ინტერნეტ მომხმარებელი აანალიზებდა თითოეულ მოძრაობას, თითოეულ ხელის ჟესტს, თითოეულ მზერას. ზოგი ამბობს, რომ ეს უბრალოდ პიარის ხრიკია, მაგრამ სხვებისთვის ეს ყველაზე ნამდვილი მტკიცებულებაა იმისა, რომ მაიკლ ჯექსონი სინამდვილეში არ მომკვდარა. დღემდე არ არსებობს ნათელი პასუხი, თუ ვინ არის ტედი პერკინსი. და ეს რჩება ერთ-ერთ ყველაზე შემაძრწუნებელ მომენტად, რომელიც პირდაპირ ეთერში ტელევიზიაში მოხდა. ცუნამი და იდუმალი არსება. 2011 წლის მარტში იაპონიას ძლიერი მიწისძვრა 9.1 მაგნიტუდის დაატყდა თავს. ამის შემდეგ უზარმაზარმა ცუნამიმ მთელი სანაპირო გაანადგურა. მთელი მსოფლიო ტრაგედიის პირდაპირ ეთერში შხურებით იყო დაკავებული, როცა კადრებში ერთი უცნაური სცენა გამოჩნდა. ჩანს, რომ წყალდიდობიდან უცნაური სილუეტი გამოჩნდა და მოულოდნელად ერთ-ერთი შენობის უკან ზევით აფრინდა. ეს ვიდეო სწრაფად გავრცელდა ინტერნეტში. ბევრი ფიქრობს, რომ ეს უბრალოდ ნარჩენი ან ნაგავი არ არის, არამედ უცნობი არსებაა, რომელიც თითქოს კატასტროფის გამო გამოიღვიძა. თუნდაც სტინკერ ტანკერი ცნობილი CGI ანალიტიკოსი გამოვიდა თავისი ანალიზით, მისი თქმით ამ საგნის მოძრაობა უჩვეულოა. ეს თითქოს ქარს არ მიჰყავს, როგორც ჩვეულებრივ ნარჩენს. თითქოს განზრახ დაფრინავსო. მაგრამ, როგორც უმეტეს საიდუმლო შემთხვევაში, არავის დაუმტკიცებია, სინამდვილეში რა იყო ის. ზოგი ამბობს, რომ ეს უბრალოდ ოპტიკური ილუზია იყო, სხვები კი ფიქრობენ, რომ ეს სულის ენერგიის ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც კატასტროფასთან ერთად გამოვიდა. დღემდე ცუნამის არსება საიდუმლოდ რჩება. ეს იყო უჩვეულო მომენტი, როდესაც შიში და საიდუმლოებას უპევდა, ხოლო მთელი მსოფლიო პირდაპირ ეთერში უყურებდა. გაუჩინარებული აეროპორტის მგზავრი. დანიაში ეს უბრალოდ ჩვეულებრივი ინტერვიუ უნდა ყოფილიყო აეროპორტში. რეპორტიორი მგზავრს ინტერვიუს უღებდა. მაგრამ როცა ისინი საუბრობდნენ, უკანა ფონზე უცნაური რამ მოხდა. ერთი ქერა ქალი დგას ბარგის კარუსელთან ახლოს. ერთმა კაცმა მის წინ გაიარა და იმ მომენტში ქალი გაუჩინარდა. ის მეორე მხარეს არ გამოჩენჩენილა, არანაირი კვალი. თითქოს ჰაერში გაუჩინარდა. სოციალური მედია აირია, ზოგი ამბობდა, რომ ეს მგზავრის მოჩვენება იყო, სხვები კი ფიქრობენ, რომ ეს მატრიცაში ხარვეზია. თუმცა ზოგიერთი ვიდეო ექსპერტის თქმით, ეს შესაძლოა უბრალოდ ოპტიკური ილუზია იყოს. შეიძლება ის უბრალოდ მოხვდა ფონზე მუქ ნაწილთან, ან კამერის ზუსტი კუთხით დაიფარა. მაგრამ როგორც არ უნდა ახსნა, მისი ეფექტი მაყურებლებზე უკვე ვეღარ შეიცვლება. ეს იყო ჩვეულებრივი პირდაპირი ინტერვიუ, რომელიც უცებ შემზარავად გადაიქცა კამერის წინ ერთ-ერთი ადამიანის იდუმალი გაუჩინარების გამო. მართლა ზოგჯერ ყველაზე შემზარავი. საშიში მოვლენები ხდება ყველაზე ჩვეულებრივ ადგილებში და მაშინ როცა ამას ყველაზე ნაკლებად ელოდები. მოჩვენების მსგავსი ფიგურა სასაფლაოდან საინფორმაციო სიუჟეტში. ეს ყოფილიყო ჩვეულებრივი რეპორტაჟი ნიუ-იორკის ადგილობრივი ამბებიდან ძველი სასაფლაოს შესახებ, რომელსაც გრინ რიჯის სასაფლაო ქვია. მშვიდი, ნათელი და თითქოს არაფერია უჩვეულო. როცა წამყვანი კამერის წინ ყვება ამბავს, ფონზე უბრალოდ ძველი საფლავის ქვები ჩანს. მაგრამ პირდაპირ ეთერში გასვლის შემდეგ, ერთმა მაყურებელმა მაშინვე დარეკა ტელეარხში. თქვა, რომ რაღაც შემაძრწუნებელი შენიშნა.
ერთ-ერთი საფლავის ქვიის უკან, რომელზეც პატლერის სახელი ეწერა, ადამიანის მსგავსი ჩრდილი უცებ გამოჩნდა და გაქრა. ეს ჩრდილი ძალიან მკაფიო იყო იმისთვის, რომ უბრალოდ სინათლე ყოფილიყო და ძალიან სწრაფი იმისთვის, რომ უბრალოდ ადამიანი ყოფილიყო ვინც დადიოდა. ბევრი პარანორმალური მოვლენების ენთუზიასტი დაიჯერა ეს. ამბობენ, რომ ეს მოჩვენება იმ სასაფლაოს კარგად იცნობენ, როგორც ადგილს, სადაც მოუსვენარი სულები ვერ პოულობენ სიმშვიდეს. მაგრამ ზოგი ამბობს, რომ ეს შეიძლება უბრალოდ ჩრდილი იყო ან სხვა ადამიანი, რომელიც გადამღებმა ჯგუფმა ვერ შენიშნა. პრობლემა ისაა, რომ თავად ტელევიზიის არხმა განაცხადა, რომ მათი პერსონალიდან არავინ დადიოდა იმ ადგილას გადაღების დროს. ვიდეო სწრაფად გავრცელდა ინტერნეტში და მას ერთ-ერთ ყველაზე საშიშ პირდაპირ ეთერში ნაჩვენებ კადრად მოიხსენიებენ. შეგიძლია შენიშნო, რომ არსება თითქმის გამჭვირვალეა, მაგრამ აშკარად ადამიანის ფორმა აქვს. მართალია თუ არა, სულ სხვა შიშია, როცა სასაფლაოზე ვიღაც მოძრაობს სცენის შუაში. ეს იყო ახალი ამბების რეპორტაჟი. დღემდე საიდუმლოდ რჩება, რა იყო სინამდვილეში ნანახი საფლავის ქვიის უკან. ჯაჯ ჯუდის მიწისძვრა ლოს-ანჯელესში. ჩვენ მიჩვეულები ვარ ჯაჯ ჯუდის გადაცემაში ინტენსიური სცენების ყურებას, მაგრამ იმ დღეს სცენარი კი არა, თავად მიწა შეირღა. როცა ჯაჯ ჯუდი ერთ საქმეს განიხილავდა, მოულოდნელად მთელი სტუდია შეირღა. თავიდან მსუბუქი რყევა იყო, მაგრამ რამდენიმე წამში მიწისძვრა გაძლიერდა. თანამშრომლებისა და აუდიტორიის სახეებზე გაოცება და შიში აშკარად ჩანდა. ემოციები ნამდვილი იყო, ყოველგვარი ფამაშის გარეშე. თამერები მუშაობას აგრძელებდნენ, ამიტომ მთელი ამერიკა პირდაპირ ეთერში უყურებდა მიწისძვრის იმ მომენტს. ჯაჯ ჯუდი თავდაპირველად მშვიდად დარჩა, მაგრამ როდესაც ბიძგები გაძლიერდა, მან მაშინვე უბრძანა ყველას ევაკუაცია დაეწყოთ. საბედნიეროდ არავინ დაშავებულა, მაგრამ ის ვიდეო დარჩა როგორც შეხსენება. რომ თუნდაც ყველაზე უსაფრთხო ადგილი შეიძლება წამში გახდეს საშიში. სცენარი არ არსებობს. არ არის მეორე დუბლი, მხოლოდ ნამდვილი შიში. და სულ რამდენიმე წამში ერთი სასამართლო შოუ გადაიქცა დოკუმენტაც. ბუნების ნამდვილი საფრთხე. ელვის დარტმა ამინდის რეპორტიორთან ახლოს. წარმოიდგინე, რომ შენ ხარ ამინდის რეპორტიორი, აშუქებ ქარიშხალს და უცებ ელვა. თითქმის გეხება. ზუსტად ეს დაემართა Fox Phoenix-ის რეპორტიორ მეტ როდვალდს 2019 წელს. როცა ის აშუქებდა მოახლოებულ ძლიერ ჭექა-ქუხილს, მოულოდნელად მის უკან გააქთა თვალის მომჭრელი სინათლე. ამასთან ახლდა ძალიან ძლიერი გრუხონი. კამერაზე ჩანს, როგორ შეხტა და სწრაფად გაიქცა. ელვის დარტმის სიძლიერის გამო ათასობით სახლს ელექტროენერგია გაეთიშა. რამდენიმე წამში საბედნიეროდ მას პირდაპირ არ მოხვედრია ელვა, რომ მოხვედროდა ახლა სულ სხვა ამბავი იქნებოდა. ის კლიპი მაშინვე ინტერნეტში გავრცელდა და ბევრს მოეწონა მეტი სიმშვიდე. მიუხედავად იმისა, რომ მას თითქმის დაემართა უბედურება. მაგრამ იმ რეპორტერებისთვის, რომლებიც ასეთ სიტუაციებში ხვდებიან, ეს არის შეხსენება. ყოველი რეპორტაჟი ბუნებაში შეიძლება წამში საშიში გახდეს. ტელევიზორში ეს უბრალოდ საინტერესო სანახავია, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ერთი ელვა ყოფს სამუშაოს და ტრაგედიას. პაპი ფრანცისკე გაუჩინარება ვატიკანში უცნაურმა მოვლენამ მთელი მსოფლიო დიდი დაბნეულობის წინაშე დააყენა. როდესაც პაპი ფრანცისკე წმინდა პეტრეს მოედანზე თავის ფანჯიშდან კურთხევას აძლევდა, მოულოდნელად ის უკან შებრუნდა და ერთ წამში თითქოს მისი გამოსახულება გაქრა. ჰაერში აორთქლდა. ეს სცენა პირდაპირ ეთერში გადაიცა. მაშინვე გავრცელდა სოციალურ მედიაში და გამოიწვია სხვადასხვა თეორიების გაჩენა. ზოგი ამბობდა, რომ ვატიკანი იყენებს მოწინავე ჰოლოგრამის ტექნოლოგიას, რათა დაიცვას წმინდა მამას შესაძლო თავდასხმისგან. სხვები კი ფიქრობდნენ, რომ ეს უბრალოდ კამერის ხარვეზი იყო. ან პირდაპირ ეთერის ტრანსლაციის პრობლემა. მაგრამ მითმა მოთქმა კიდევ უფრო გაძლიერდა, როცა ზოგმა მაყურებელმა შენიშნა, რომ ოფიციალურმა ვატიკანის არხმა ჩანაცვლება მოახდინა. ორიგინალი კლიპი უკვე დამუშავებული ვერსიისაა. ზოგისთვის ეს აშკარად ნიშნავს, რომ რაღაცას მალავენ. სხვები კი ფიქრობენ, რომ ეს შეიძლება სხვა დრეს ჩაწერილი მასალა იყოს და სინამდვილეში პაპი იქ არ გამოჩენილა. მართალია თუ არა უცნაური შეგრძნებაა პირდაპირ ეთერში ტელევიზორში ასეთი გაუჩინარების ნახვა. მათთვის, ვინც ჰოლოგრამის თეორიას უჯერებს, ამბობენ, რომ ეს შესაძლებელია პაპის ძალიან მკაცრი განრიგისა და უსაფრთხოების მუქარების გამო. მაგრამ სკეპტიკოსები ამბობენ, რომ ინტერნეტი უბრალოდ ძალიან აჭარბებს ამბების გამოგონებაში. როგორიც არ უნდა იყოს ახსნა, ვიდეო მაინც საიდუმლოდ რჩება. და თუ პირდაპირ ეთერი უნდა აჩვენებდეს სიმართლეს, და მოხდება თუ ეს მართლაც სიმართლე. ის ვინც კამერის წინ გაქრა. სილერის მოჩვენება ჰელოუინის ფერბურთის თამაში კალიფორნიაში. როდესაც მოულოდნელად ეს ამბავი მისტიკად გადაიქცა. სილერს სპარტანები რესიტა რეგენტების წინააღმდეგ თამაშობდნენ. მაყურებლები ხმაურში და სიხარულში იყვნენ გართული. სანამ ერთ-ერთმა მობილურის ვიდეოში რაღაცა შეამჩნიეს. ანა დიანა, ერთ-ერთი მშობელი, რომელიც უბრალოდ თავის შვილს იღებდა, რომელიც ჩილიდერი იყო, ანა დიანა,
მოულოდნელად დაიყვირა, როცა თავის გადაღებულ ვიდეოში უცნაური გამოსახულება შენიშნა. რაღაც ბურუსოვანი ფიგურა, თითქმის გამჭვირვალე, ძალიან სწრაფად გარბოდა მინდვრის შუაში. თითქოს ადამიანი არისო. მან ეს მეგობრებს გაუზიარა და ყველას თითქმის ერთი და იგივე რეაქცია ჰქონდა. ღმერთო ჩემო, ეს რა იყო? ვიდეო სწრაფად გავრცელდა და მას სილერის მოჩვენება უწოდეს. ბევრი თეორია გაჩნდა. ზოგი ფიქრობდა, რომ ეს გარდაცვლილი მოთამაშის მოუსვენარი სული იყო. სხვები კი ამბობდნენ, რომ ეს უბრალოდ კამერის ხარვეზი ან მეხსიერების ბარათის შეცდომა იყო. თვითონ ბრუს ლინდსეი, ფიზიკის მასწავლებელი, ამბობდა, რომ ეს შესაძლოა ტექნიკური ანომალია ყოფილიყო. მაგრამ ყველა არ იყო დარწმუნებული. მით უმეტეს, რომ თავად დიანამ აღიარა, თითქმის არ იცოდა, როგორ გამოეყენებინა მობილური ტელეფონი, აბა როგორ შეძლებდა ყალბი ვიდეოს გაკეთებას. დღემდე არ არსებობს ნათელი პასუხი. სილერის მოჩვენება კვლავ რჩება იმ შემზარავი მოვლენების სიაში, რომლებიც დაფიქსირდა. მიუხედავად იმისა, რომ კამერები პირდაპირ ეთერში იყო, ეს არის შეხსენება, რომ ზოგჯერ თუნდაც თამაშის სიხარულის შუაგულში არსებობს რაღაცები, რასაც მეცნიერება ვერ ხსნის. ორმაგთვალებიანი ახალი ამბების წამყვანი. კანადელი ახალი ამბების წამყვანი ინტერნეტში აჟიოტაჟის ცენტრში აღმოჩნდა. მას შემდეგაც მის პირდაპირ ეთერში რაღაცა უცნაური შენიშნეს, როდესაც ის სერიოზულ პოლიტიკურ სიუჯეტზე საუბრობდა, მოულოდნელად მისი თვალების გარეგნობა შეიცვალა. ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, თითქოს მას ორი წყვილი თვალი ჰქონდა, რომლებიც ერთდროულად ახამხამებდა. ეს მყისიერად გავრცელდა ინტერნეტში და გაჩნდა თეორიები. ზოგი ფიქრობდა, რომ ის რეპტილოიდი ფორმის შემცვლელი იყო. სხვა კი ამბობდა, რომ ეს უბრალოდ სინქრონიზაციის შეცდომა გლიჩი იყო, როცა ვიდეოს ნელა გაუშვეს. ეს კიდევ უფრო ამძაფრებს შიშს. აშკარად ორმაგი თვალის დახამხამებაა და ჩვეულებრივი ადამიანისთვის შეუძლებლად ჩანს. ექსპერტების თქმით. შესაძლოა ორი ვიდეო კადრი ერთმანეთს დაემთხვა, რის გამოც ჩანს თითქოს დამატებითი თვალები აქვს. მაგრამ მათთვის, ვისაც ეს ჯერა, ეს მტკიცებულებაა იმისა, რომ არსებობენ არა ადამიანები, რომლებიც ადამიანების სახით იმალებიან. წამყვანს ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია და ამან კიდევ უფრო გაამძაფრა ეჭვები. რამდენიმე დღის განმავლობაში ინტერნეტ მომხმარებლები გამუდმებით სწავლობდნენ თითოეულ კადრს, ეძებდნენ პასუხს, გლიჩმენი თუ უცნაური არსება. მხოლოდ ერთი რამ იყო ნათელი. ის სცენა ასე მარტივად არ დაგავიწყლება. იმდენი პირდაპირ ეთერი გვინახავს ტელევიზორში, ზოგჯერ არის მომენტები, როცა თითქოს თვითონ რეალობა გვეთამაშება. პოლტერგეისტი, ახალ სტუდიაში. ერთი დილა სავსე შიშით. ეს მოხდა ცენტრალური ამერიკის ერთ-ერთ საინფორმაციო პროგრამაში. მას შემდეგ, რაც მოულოდნელად მოხდა ერთი დაუვიწყარი და შემზარავი სცენა პირდაპირ ეთერში, როდესაც ორი წამყვანი დღის ამბებზე საუბრობდა. მოულოდნელად მათ წინ დგომი წყლის ჭიქა დაიძრა. ნელა გაცურდა მაგიდაზე და შიგთავსი დაიღვარა. წამყვანებმა ერთმანეთს შეხედეს, აშკარად ყაკვირებულები იყვნენ, ერთდროულად ცდილობდნენ გაეღიმათ და გაეცინათ, რომ მერვიულობა დაეფარათ. მაგრამ მხოლოდ რამდენიმე წამი გავიდა. კიდევ ერთი ჭიქა დაიძრა, ისე რომ არავინ შეხებია მას. აქ ორივე წამოდგა და აშკარად ფიქრობდნენ, ხუმრობა იყო თუ რაღაც უცნაური ხდებოდა. პროდაქშენის ჯგუფმა მაშინვე შეამოწმა მაგიდა და ნივთები. არ იყო ძაფი, არ იყო მაგმიტი და არავინ იყო მაგიდის ქვეშ. განმეორებით ნახვაზე აშკარად ჩანს, რომ ჭიქა თავისით დაიძრა. სკეპტიკოსებმა თქვეს, რომ ეს შეიძლება მაგიდაზე ვიბრაციის ან ტენიანობის გამო მოხდა. მაგრამ სხვებისთვის აშკარაა, რომ ეს პოლტერგეისტის ნამოქმედარია. ეს არის გაუკონტროლებელი სული, რომელიც ნივთებს ამოძრავებს. სიანდვილეში რაც მოხდა, საკმაოდ მარტივია. ერთი ჭიქა დაიძრა, მაგრამ მაყურებლებისთვის ეს საკმარისია, რომ ინერვიულონ და კითხვები დასვან. თუ სტუდიაში სხვა არსება იმყოფება. ზოგჯერ კი სულაც არ გჭირდება მოჩვენება, რომელიც გამოჩნდება. საკმარისია ერთი აუხსნელი მოძრაობა, რომ ყველას თმა ყალყზე დაუდგეს. მოჩვენებითი ჩრდილი პირდაპირ ეთერში 2011 წელს პირდაპირი ტრანსლაცია გაერთიანებული სამეფოდან. მან შიში და მისტიკა გამოიწვია მაყურებლებში. მან შინოცა ერთი ჟურნალისტი ავარიაზე რეპორტაჟს აკეთებდა. ეს მოხდა M11 ავტობანზე ლონდონის მახლობლად. უცებ ეკრანზე უცნაური ჩრდილი გამოჩნდა. შავი ფორმა, რომელიც თითქოს ზემოდან ლიბლივებდა. შუაში ცოტა ხმით გაჩერდა. შემდეგ ნელა გადაკვეთა გზა, სანამ საბოლოოდ გაქრებოდა. რადგან ავარია ახლახან მოხდა, ბევრმა თქვა, რომ ეს შეიძლება იყო მსხვერპლის სული ან ენერგია, რომელიც ადგილზე დარჩა. ამიტომ ITV ნეტვორკმა შიდა გამოძიება დაიწყო. ოფიციალური განმარტება. შეიძლება ეს უბრალოდ მწერი იყო, რომელიც კამერის ობიექტივზე დაძვრებოდა, მაგრამ მაყურებლები დარწმუნებულები არ იყვნენ. მათი თქმით, მწერი ასე არ მოძრაობს. მით უმეტეს, რომ მისი ფორმა თითქმის გამჭვირვალე იყო. ზოგი ფიქრობს, რომ ეს უბრალოდ კამერის ხარვეზია. მაგრამ სხვებისთვის ეს შესაძლოა ნამდვილი მოჩვენება იყოს. ეს პირდაპირ ეთერის კამერამ დააფიქსირა.
დღემდე ეს ინციდენტი კვლავ განხილვის საგანია. უბრალოდ ავარიის ამბავი უნდა ყოფილიყო. მაგრამ იმ უცნაური ჩრდილის გამო ეს გახდა ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი პირდაპირ ეთერი ბრიტანული ტელევიზიის ისტორიაში. რეპორტიორი ეთერში შეეჯახა უცნაურ მოვლენას. როდესაც პირდაპირ ეთერში ავრცელებდა ინფორმაციას მისისიპიში, MSNBC-ის ჟურნალისტი შაკილ ბრიუსტერი მოულოდნელად ქარის სიჩუმე დაიროა. მის რახწერილი ქარიშხლის შუაგულში პიკაპის მძღოლი მოულოდნელად გაჩერდა გზაზე. გადავიდა მანქანიდან და პირდაპირ ეთერის დროს ჟურნალისტზე ყვირილი დაიწყო. ბრიუსტერი მშვიდად აგრძელებდა რეპორტაჟს და ცდილობდა პროფესიონალიზმის შეენარჩუნებინა. მაგრამ როცა მამაკაცი მიუახლოვდა, მისი ყვირილი კიდევ უფრო გაძლიერდა და მან სცადა მიკროფონის წართმევა. იმ მომენტში მაშინვე ეკიპაჟმა პირდაპირ ეთერი შეწყვიტა ყველა უსაფრთხოების მიზნით. სტუდიაში აშკარად ნერვიულობდა წამყვანი, როცა რამდენჯერმე გაიმეორა. ბრიუსტერ შაკ, კარგად ხარ? რამდენიმე წუთში დადასტურდა, რომ ის უსაფრთხოა. მოგვიანებით მამაკაცი დააკავეს და ბრალი წაუყენეს თავდასხმაში. ეს სცენა შეგვახსენებს, რამდენად სახიფათო შეიძლება იყოს ხანდახან რეპორტიორების სამუშაო. ეს უბრალოდ ამინდის ანგარიში უნდა ყოფილიყო. მაგრამ ერთ წამში ეს გადაიქცა დაძაბულობასა და შიშში. არავინ დაშავებულა, მაგრამ იმ პირდაპირ ეთერში შიში და ნერვიულობა ნამდვილი იყო და არა სცენარით დადგმული. ზოგჯერ საფრთხის შეგრძნებისათვის ქარიშხალი საჭირო არ არის. ლოგჯერ თვითონ ადამიანია ქარიშხალი, რომელიც მოდის, როცა პირდაპირ ეთერში კამერის წინ დგახარ. მოპარული ტანკის მრისხანე სვლა 1985 წლის მაისში. პირდაპირ ეთერის ახალი ამბების გაშუქება სან-დიეგოდან. მოულოდნელად ყველაფერი ფილმის სცენას დაემსგავსა, ჩვეულებრივი მოძრაობის ნაცვლად. რაც ხალხმა ტელევიზორში ნახა, იყო მოპარული სამხედრო ტანკი, რომელიც გზაზე მიექანებოდა. მან მანქანები ჩაამთვრია და ბოძები დააზიანა. საჭესთან იჯდა შონ ნელსონი, სამხედრო ვეტერანი, რომელმაც სამსახური დაკარგა და ნელ-ნელა დეპრესიაში ჩავარდა. მოულოდნელად მან შეიჭრა ეროვნული გვარდიის არსენალში და მოიპარა M603 ტიპის ტანკი. დაახლოებით 23 წუთის განმავლობაში ტელევიზორის მაყურებლებმა თვალყური ადევნეს მის გაქცევას. პოლიციელები ცდილობდნენ მისი შეჩერებას, მათ გზაზე ბარიერის დაყენებას სცადეს. მაგრამ როგორც ჩანს, ამას არანაირი ეფექტი არ ჰქონდა. ეს სულთქული მანქანა განაგრძობდა ყველაფრის განადგურებას, თითქოს ვერავინ შეაჩერებდა მას. ბოლოს ტანკი ბეტონის გამყოფზე გაიჭედა. და სწორედ იქ დასრულდა დევნა. და პოლიციამ დაასრულა ინციდენტი. ნელსონი ოპერაციის დროს დაიღუპა, საბედნიეროდ სხვა არავინ დაშავებულა. ეს იყო ის გადაცემა. ის დარჩა ერთ-ერთ ყველაზე შოკის მომგვრელ პირდაპირ ეთერში მომხდარ მოვლენად ტელევიზიის ისტორიაში. ნამდვილი ქალაქი ომის ზონად გადაიქცა სულ რამდენიმე წუთში. მიუხედავად იმისა, რომ უკვე 200 წლეულზე მეტი გავიდა. ჯერ კიდევ არ დავიწყებიათ იმ სცენის მომსწრეებს. ეს იყო მომენტი, რომელიც ახსენებს, რომ ზოგჯერ ომში ყოფნა არ არის საჭირო იმისთვის, რომ ნამდვილი ქაოსი იხილო. ვენდი უილიამსი პირდაპირ ეთერში გონებას კარგავს. ერთ-ერთი ყველაზე შოკის მომგვრელი მომენტი პირდაპირ ეთერში ვენდი უილიამს შეემთხვა, ცნობილ თოქ-შოუს წამყვანს, რომელიც ყოველთვის სავსეა ენერგიით და მხიარულებით ჰელოვინის ეპიზოდში თავისი შოუს დროს. ვენდი ეცვა თავისუფლების ქანდაკების კოსტიუმი. სიცოცხლით სავსე, თავდაჯერებული და ენერგიული. მაგრამ აუდიტორიის მისალმებისას უცებ შეიცვალა მისი ხმის ტონი. გადიდა მისი თვალები, სახე აუკანკალდა, მანდარ ხოლთ რამდენიმე წამში პირდაპირ კამერის წინ დაეცა. აუდიტორიამ შეკივლა. არ იცოდნენ ხუმრობა იყო ეს თუ ნამდვილი საგანგებო სიტუაცია. მაშინვე რეკლამაზე გადავიდნენ. შოუ სანამ ეკიპაჟი აჩქარებით მისკენ გარბოდა. რამდენიმე წუთის შემდეგ ვენდი პირდაპირ ეთერში დაბრუნდა, აშკარად ზუსტად იყო, მაგრამ მაინც იღიმოდა. ეს ტრიუკი არ ყოფილა, თქვა მან. უბრალოდ კოსტიუმში გადახურება დამემართა. მან ახსნა, რომ ეს მისი ტანსაცმლის სისქის გამო მოხდა. ჰაერი აღარ ყოფნიდა და გოლება დაკარგა. თუმცა დაარწმუნა ყველა, რომ უსაფრთხოდაა. მაყურებლების გონებიდან აღარ წაიშლება იმ მომენტის შიში. მისი თვალებში შიში სანამ დაეცემოდა. სოციალურ მედიაში ბევრმა თქვა, რომ თითქოს შეფხრობილი იყო ან რაღაც უცნაური მოხდა. მართალია თუ არა ეს ვარაუდები, ის მომენტი მაინც დარჩება. გაგვახსენებს თუ რამდენად სახიფათო და გაუთვალისწინებელია პირდაპირ ეთერი ტელევიზიაში. მხოლოდ ერთი წამით სიხარულიდან სცენა შიშად და ნერვიულობად გადაიქცა. მაქს ჰედრუმის სიგნალის გატაცება 22 ნოემბრის ღამეს. 1987 წელს ჩიკაგოელებმა იხილეს ერთ-ერთი ყველაზე უცნაური და შემაძრწუნებელი მოვლენა მაუწყებლობის ისტორიაში. ასე ეწოდება მაქს ჰედრუმის ინციდენტს, ზუსტად 9:14-ზე, როცა WGN TV-ს რეპორტაჟი გადიოდა. სპორტის სეგმენტის დროს, რომელიც ჩიკაგო ბეარსის გამარჯვებას ეხებოდა, მოულოდნელად მაყურებლებს ეკრანი გაუშავდა. როცა სიგნალი დაბრუნდა, ეკრანზე რეპორტიორი აღარ იყო, არამედ ადამიანი მაქს ჰედრუმის ნიღბით.
ის მოძრაობდა წრიულად მბრწყინავი მეტალის ფონზე. არ იყო მკაფიო ხმა, მხოლოდ ბზუილის მსგავსი ხმაური ისმოდა. ამ დროს გამოსახულება 30 წამის განმავლობაში ირხეოდა ეკრანზე. სანამ ინჟინრები კვლავ აიღებდნენ კონტროლს, მაგრამ უცნაურობები ამით არ დასრულებულა. 2 საათზე მეტი ხნის შემდეგ კიდევ ერთი სატელევიზიო არხი, PBS-ის პარტნიორი WTTW. ასევე დაესხნენ თავს მაშინ, როცა Doctor Who-ს ეპიზოდი გადიოდა ეთერში. ნიღბიანი ფიგურა კვლავ გამოჩნდა. ამჯერად მან შემთხვევითი და ერთმანეთთან დაუკავშირებელი ფრაზები თქვა. მან კიდევ ახსენა Coca-Cola-ს სლოგანი Catch the Wave. ხელში კი Pepsi-ს ქილა ეჭირა. გადაცემა დასრულდა უცნაური სცენით. ფონზე იყო ადამიანი, რომელსაც ხელში ბუზის დამჭერი ეჭია. სანამ საბოლოოდ განახლებოდა ჩვეულებრივი მაუწყებლობა. ფედერალური საკომუნიკაციო კომისიის ხანგრძლივი გამოძიების შემდეგ ვერავინ დააკავეს ეჭვმიტანილად. დღემდე საიდუმლოდ რჩება, ვინ იდგა იმ სიგნალის გატაცების უკან. მაქს ჰედრუმის ინციდენტი გახდა სიმბოლო ერთ-ერთი ყველაზე უცნაური მომენტის ტელევიზიის ისტორიაში. ეს არის შეხსენება, რომ თუნდაც ეკრანები, რომლებიც გონია რომ კონტროლს ვახორციელებთ, მაინც შეიძლება შეიჭრან აუხსნელი ჭრდილები. სტუდიაში შეჭრა 2024 წლის იანვარში ეკვადორში ჩვეულებრივი სამშაბათი დღე იყო. მოულოდნელად პირდაპირ ეთერში მძევლების აყვანის შემთხვევა მოხდა. თითქოს ფილმის სცენა ყოფილიყო. როდესაც ერთ-ერთი ცნობილი ტელევიზიის არხი ეთერში იყო, მოულოდნელად შეიარადებული ჯგუფი პირდაპირ სტუდიაში შეიჭრა. მათთან ჰქონდათ პისტოლეტები, ავტომატები და დინამიტის ჩხირებიც კი. რამდენიმე წამში ყველაფერი შეიცვალა. ჩვეულებრივი ახალი ამბების ნაცვლად პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა მათი საკუთარი კოშმარი. ეს მოხდა სულ რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც ეკვადორის ახალმა პრეზიდენტმა დანიელ ნობოამ გამოაცხადა. საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა მას შემდეგ, რაც ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე საშიში ბანდის ლიდერი გაიქცა. მაშინ როცა პირდაპირ ეთერი გრძელდებოდა. მაყურებლებმა იხილეს ნიღბიანი მამაკაცები, რომლებიც წამყვანებსა და პერსონალს ემუქრებოდნენ. არავის ჯეროდა, რომ ის, რასაც ისინი უყურებდნენ, რეალობა იყო. ტელევიზიის ხელში ჩაგდება, რომელიც კამერის წინ პირდაპირ ხდებოდა. პოლიცია მაშინვე გამოეხმაურა და შელობა ალყაში მოაქცია. რამდენიმე წუთიანი დაძაბულობისა და მოლაპარაკებების შემდეგ მათ შტურმით აიღეს სტუდია და დამნაშავეები დააკავეს. არც ერთი სამოქალაქო არ დაშავებულა, მაგრამ შიში, რომელიც პერსონალმა და მილიონობით მაყურებელმა იგრძნო, დიდხანს დარჩება. ის ასე უბრალოდ არ გაქრება. ის სურათი შეიარაღებული მამაკაცები დინამიტით პირდაპირ ეთერის დროს გახდა სიმბოლო იმისა, თუ რამდენად ადვილად შეიძლება ძალადობა შევიდეს იმ ადგილებში, რომლებიც უსაფრთხოდ გონია. მას შემდეგ საზოგადოებამ შეიცვალა შეხედულება იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია უსაფრთხოება ტელევიზიის სტუდიებში. მეტეოროლოგი კოლაფში ჩავარდა პირდაპირ ეთერში. 2023 წლის მარტში ლოს-ანჯელესში მილიონობით მაყურებლის თვალწინ. ისინი შეესწრნენ შემაშფოთებელ შემთხვევას KCL TV-ზე ყურებისას, როდესაც მეტეოროლოგი ამინდის პროგნოზს წარადგენდა. მეტეოროლოგი ალისა კარსონი მოულოდნელად დასუსტა და ნელა დაიხარა. სანამ საბოლოოდ გონება არ დაკარგა და თავის მაგიდის უკან არ დაეცა. კამერა სწრაფად გადაირთო, მაგრამ უკვე გვიანი იყო. თელმა ქვეყანამ ის მომენტი იხილა. რამდენიმე საათის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას ადრე დაუდგინდა გულის სარკმლის გაჟონო. თითქმის 10 წელი გავიდა, მაშინაც პირდაპირ ეთერში თავბუსხობა დაემართა. მაგრამ ალისამ განმარტა, რომ ეს მისი წინა მდგომარეობასთან კავშირში არ იყო. რამდენიმე დღეში სწრაფად გამოჯამრთელდა. საბედნიეროდ, ის დაბრუნდა სამსახურში. მაგრამ მაყურებლებს იმ სცენის დავიწყება ადვილი არ იყო. როცა ხედავ ადამიანს ფშვიდს, პროფესიონალს, ღიმილით და უცებ პირდაპირ ეთერში გონებას კარგავს, ყველას ახსენებს, რომ თუნდაც ტელევიზიის კონტროლირება სამყაროში არის მომენტები, როცა ცხოვრებას ვერ აკონტროლებ. ეს ინციდენტი ერთ კითხვას ტოვებს. რამდენჯერ ვიღიმით კამერის წინ, როცა მის უკან ჩუმად ვიბრძვით? შეუძლებელი დაშვება. 2020 წელს ერთმა Airbus A380-მა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდი სამგზავრო თვითმფრინავია, ტრაგედიის ზვარზე იყო, როდესაც ლონდონში ეშვებოდა იმ დროს, როდესაც შტორმი დენისი ინგლისს ატყდებოდა. პილოტი იძულებული გახდა რთული გადაწყვეტილება მიეღო, ეგრეთ წოდებული crab landing-ი. ან ტექნიკა, რომელსაც პილოტები იყენებენ, როდესაც ძლიერი გვერდითი ქარია, ამას ავიაციის არხების პირდაპირ ეთერში უყურებდნენ. კარგად ჩანს, როგორ არის თვითმფრინავი გაჯახრილი დაშვებისას. ქარის მიმართულებით არის მიმართული, თითქოს ეჭიდება, რომ არ წაიღოს. დაშვებისას თითქმის ერთდროულად იყვირეს მგზავრებმა. ზოგმა შიშისგან, ზოგმა შვებით. ზოგი ტიროდა, ზოგი კი უბრალოდ ჩუმად იყო. ფანჯრიდან იყურებოდნენ, ისინი თითქოს ვერ იჯერებდნენ, რომ გადარჩნენ. სიკვდილთან ახლოს ყოფნის მომენტში. ის წამი გახდა შეხსენები, რომ მიუხედავად იმისა, რამდენად დიდი და თანამედროვეა ტექნოლოგია, ზოგჯერ გადარჩენა მაინც დამოკიდებულია. გულის სიმტკიცესა და გოლების სისწრაფეზე. ერთი პილოტის მიერ.
ის კრაბისებური დაშვება, ექსპერტებმა მიიჩნიეს. ერთ-ერთ ყველაზე რთულ, მაგრამ ყველაზე სრულყოფილ საგანგებო დაშვებად ავიაციის ისტორიაში. ნამდვილი სასწაული ცაში.